აი, მოდი ხა გავიდეთ ჩვენ რა ხდება, აბა აქ ნახოთ. აი, კაცოლ ხმარეზის მეგობრებო მანქანაში ნახეთ. აი, შედავ იმჩნევა. აი, ბოლოში. ეს X პლუსი არის უკვე, ანუ X პლუსი განსხვავება ისა, რომ დიდი ასესა, მაგრამ ეს ჭერი აქვს მაღალი, თორე ეს ყველას დიდი აქვს, თუ XF-ი არ არის. აი, ინტერესზე იყო გუშინ იმ კურდღელს რო გადავყევი. კურდღელს რო გადავყევი, ეგ იყო მაგდროს. ეხლა ვარ გზის აქეთ ამ მხარეს, აქეთ პარკინგი სხვა არის, იქით პარკინგი სხვა არის, მაგრამ შუაში ხიდი გადადის და ეხლა ამ ზაპრავკაზე კი არ შევალ იქით იმაზე, აბა იქ რა ხდება ვნახოთ. ხარი კიდე რაღაც არ ვიცი აქ რა ვნახოთ. როგორ მოხდა? აგერა. ეს უბრალოდ გამოსასვლელი აქეთ. აი. ეხლა ეს არის ერთ-ერთი კაი პარკინგი. ესეთი პარკინგები ძირითადად საფრანგეთშია ხოლმე. ბელგია, ჰოლანდია სამხელა ადგილები არაა გამოყოფილი, მაგრამ როგორც ესეთი პარკინგი, ხა ეს ნამდვილად კაი პარკინგია. უბრალოდ დიდი პარკინგების მინუსი ის არის, რომ არ არის ხოლმე ადგილები, მაგრამ აქ დამხვდა ეხა ადგილები. ეს ყველაფერია რა. აი დაუბრუნდი ეხა მოკლედ და პარკინგებზე რაც შეეხება ფასები. რო გითხრათ, რომ რაღაც ანუ თუ რამე ბევრი სყიდვა გინდათ, არ უნდა იყიდოთ მეგობრებო. იმიტომ რომ ისა არ არის იაფი რა, მაგრამ ეხა რაღაცა ყავა დალიოთ იქან. რაღაცა წვენი აიღოთ ან რაღაც ჩამოждეთ თქვათ ჩემ შემთხვევაში მეუღლესთან ერთად ეგ მისაღებია, მაგრამ ისე რომ რაღაც პროდუქტები გაგითავდა და აქ იყიდეთ, ესე არა მეგობრებო. მაგრამ მოდი მე შეწავლესი გადავა. ესე არა მეგობრებო, იმიტომ რომ ყოველთვის ძვირია ხოლმე. ძირითადად ალდი, ლიდლი ყველგანაა, მთელს ევროპაში არის, საფრანგეთსა, ინგლისსა და ყველგანაა მოკლედ. მაღაზიებს იმას იზავს, სადაც ტრაილერის მისვლა შეიძლება ახლოს. ბევრი მძღოლი მიდის ხოლმე, ახლოს აჩერებენ და იმაშვებიან, რა ქვია. ცოტა ხანი აქ ჩამოშთი. ახლოს აჩერებენ მეგობრებო და ყიდლობენ მანდ. გერმანიაშია ყველაზე იაფი. მერე ჰოლანდიაში, ბელგია უფრო ძვირია, საფრანგეთის უფრო ძვირია, ესპანეთია ყველაზე იაფი, მოკლედ, იტალიაშიც იაფია, გერმანიაშიც იაფია, პოლონეთშიც იაფია. მაგრამ 50 ევრო რამე რო იყოს, კვირიდან კვირამდე 50 ევროთი გახვალთ რა, მოკლედ, არ მოგშივდებათ ესე რო ვთქვათ. კარგი.
ფასიანია. ძალიან არ არის, მაგრამ ნორმალურია. ხო, ესენი მეგობრებო, შეგვიძლია ყავაში გამოვიყენო, თქვა, ყავა თოღის თქვა 2 ევრო, ამას 80-ს გამოვაკლებენ და დუშებიც ყოფილა აქ, რომელიც დაკეტილი იქნება ხა პრინციპში და გასაღები უნდა აიღოს. და ასევე აქ არ ვიცი, მაგრამ გერმანიაში შეგიძლია ასევე ეს აიღოთ და თქვა მეორეჯერ თუ შეხვალთ საფერფარაშოსი, მეორეჯერ შეგიძლია გამოიყენოთ. დუშები აგერაა მოკლედ კიდე. ფასიან პარკინგებზე როგორც წესი ისაა ხოლმე რა, ამოწესრიგებულია. მაგრამ უფასოზე ბევრგან ვერ ნახავთ ის უფთავს. კარგი, მოკლედ დავბრუნდი ხანო ჩვენს მანქანაში. ეს რა არის? ერთი კურდღელი ნახვა, აქ არ შეიძლება ფეხით, მაგრამ არა, არ იქნებიან ხა აქ. ბაჭუნიები. ეს სიარული არ შეიძლება წესით, მაგრამ მოდი გავიდეთ. შემძრალები იქნებიან. იგენი ღამე გამოდიან ხოლმე ან ფილით ადრე. ხო, ასეთ ბუსებზეა მეგობრებო კიდე სამუშაო. B კატეგორიის მართვის მოწყობით შეგიძლიათ აი ესეთ პატარა ბუსიკებს ეძახიან რა. ეგეთი მანქანი შეგიძლიათ იმუშაოთ ევროპაზე ჩვეულებრივად. ხელფასი ნაკლებია რა თქმა უნდა, მაგრამ კარგი ხა თუ მაინც უნდა იმუშაოთ ევროპაზე და თუ მაინც ერთი თვე და თვენახევრიან კადენციაზე დაიაროთ, ხა იმაში რატომ უნდა დავждე, ხო? აი ეგეთ ბუსებზეა საუბარი მეგობრებო. აი ზევით აქვს და საძინებელი ან ზოგს უკან აქვს ცოტა უფრო დიდი კაბინა აქვს. ხო და რატომ უნდა ვიძე ხა მაგაში ბარ ტრაილერით უფრო გემოზე დავждები, ხელფასი მეტი იქნება. მაგრამ ვისაც არ აქვს ეს კატეგორია, მაგებზეც მუშაობენ ხოლმე. თუ არ ვხდები, მან არიხტიან ბევრს რაღაც 1400-1600 ეგერ კიდე ერთი მოვიდა მაგალითად. 1400-1600 ევროზე მაგ პატარა კაბინაში რატომ უნდა ვიждე? როცა აგერ სავსეა კომპანიები, აგერაა კიდე ერთი. სავსეა კომპანიები, რომლებიც 2.5 იხდიან რა. 2 და 2, 2.5 და ასე შემდეგ. ეხა ხვალე აქვე არის, ანუ ასე რომ გადავალ, აქვე არის ჩემი დაცლა. ხვალე ბარემ ავდგები დილით, ეხა სავარაუდოდ ყავას მოვიდუღებ, ამნაირ ადგილას გადმოვალ და რაღაცებს ლეპტოპში გავაკეთებ. ხვალე გადავალ ბარემ და დავიცლებ. ხვალე მაქვს 4 დაცლა, 4 დაცლასაც განახეთ როგორ ხდება, არაფერი განსაკუთრებული. უბრალოდ 4 დაცლა ზედზე და ის ბიჭი ვიღაც მე მგონი ინდოელია. რამდენი ხანია ტიპი წრეზე დადის. ჩემსავით ეთყობა სიარულის გეგმა აქვს სასრულებელი და ვარჯიშობს. კარგით მეგობრებო, დღეს მოკლედ სულ ეს იყო. ხვალე დაგიბრუნდებით დაცლიდან. ვიდეო კითხვა პასუხებზე. ასე ვთქვარენ, რომ ახლა აგერ ვარ იმაში, ბელგიაში, ერთი პარტნიორზე. დილამშვიდობის მეგობრებო, მოკლედ ჩვენთან გახდა 7:45 და დავიწყოთ ახლა ჩვენი ახალი სამუშაო დღე. ანუ გავიაროთ ესეთი სახელა ხა, კაი, ოკეი, ქვევით, ვადიტელ ერთი ვოდ, ოკეი, ნაჩალო სტრანი ბელგია ჩემ შემთხვევაში. უკან, ოკეი. დავაყენეთ ჩაქუჩებს 1-2-3 წუთი. კილომეტრი 817 გაგვივლია წინა იმაზე, რა ქვია, გუშინ წინ, ანუ რო გავჩერდით. ეს ჩვეულებრივად ჩავთეთ, ეს ჩართულია, ყველაფერი შემოწებული გვაქვს, მეგობრებო. ეხლა მაქვს 4 დაცლა, მოკლედ. 4 დაცლიდან მეგობრებო, თუ ვინმეს რაღაცა ისე იფიქრებს თავიდან მეც ისე ვიყავი, რომ მეთქი აბა მე რა ვიცი, რომელი ტვირთი რა არის და
როგორ უნდა დავცალო კაცო და ანუ ერთ მისაბმელში მინდებს 4 ტვირთი. არაფერი მეგობრებო, აგერ ერთი ტვირთი სემერები, მეორე ტვირთი სემერები მეგობრებო, მეორე. აი ესე მაგ დაყოფილი, აი მესამე, აი უბრალოდ მეოთხე დაცლა, მესამე დაცლა, მეორე დაცლა და პირველი დაცლა. აგერ პირველი დაცლა. აგერ მეგობრებო, ეს არის სულ მთელი ამბავი. ეხლა მივალა თვითონ მივცემ ჯერ ამას პირველ დაცლაზე, მერე ამას მეორე დაცლაზე და თვითონ აიღებენ ეგენი ყველაფერს მოკლედ. თქვენ არაფერზე არ ინერვიულოთ. თქვენ არაფერის მანდ არ აგაქვთ. იმიტომ რომ ამერიკაში ერთ ქართველი ბიჭი რო იმისგან გამიგია რომ სხვა ტვირთსაც იღებდნენ თურმე და სხვაგან მივიდა და ცლიდნენ მაინც ტიპ თურმე და აქ მსგავსი მე არაფერი გამიგია, არაფერი შევხედრია არც მე და არც ჩემებს. აძლევთ სემერს თვითონ ცლიან თუ რამე და თვითონ შეეშალათ, თვითონ იმას იზამენ, გაერკვევიან კომპანიები მოკლედ ერთმანეთში რა. ასე რომ 4 დაცლა გექნებათ მეგობრებო, თუ 1 დაცლა გექნებათ, არ ინერვიულოთ, თვითონ იციან ყველაფერი, თქვენ მთავარია თავის დროზე მიხვიდეთ ყველგან. აი ხა მე რო წამოვედი 47 წუთია, ეხლა ვდგევარ 1 წუთია. წარმოვედი იმიდან პოლონეთიდან, გერმანიის ზაპრეტი უნდა გამეთვალა. აქ უნდა ჩამოვსულიყავი, თავის საცობებიან ყველაფრიან ზაპასი დრო უნდა ამეღო და ის რა ქვია, უნდა მოსულიყავი აქ და ისტორი გათვლა ქვია მეგობრებო ამას რა, რომ აი 8-17 კილომეტრიდან არ დავიძარი იქ ადრე სპეციალურად, ისე რომ ჩემ დროს არ დამკლებოდა, როგორც გითხარით, რომ უკან დავბრუნდე, ხა ამ შაბათ-კვირას 40 პეტკას არ მომიწევს, რომ პოლონეთში სახში ჩავიდე და გათვლის შედეგად მეგობრებო მივიღეთ ის, რომ 2 წუთია ეხლა ვდგევარ მესამე წუთს დავქოქავ, ანუ 48 წუთია, ხო? ანუ 7:55-ზე მივალ მეგობრებო დღეს. ეს 12:59-ზე იმ 300 კილომეტრზე ხარ რო წავიდე, მან მივალ, მაგრამ ამა ხო არის რომ დღემე დაცლა მაქვს. ამიტომ 7:56 მიწერს, ეხლა უკვე გახდა ჩვენთან 2 წუთი, კაი, ერთის დაველოდები პრინციპში ან და არ მინდა. მანქანას დავაყენებ თავის პოზიციაზე, იმიტომ რომ გადაყირავებული რო იყო, გასწორებული მქონდა. და კარგი, მოდი წავიდეთ ახლა ჩვენ. აქაც 3 წუთი გახდა. შუქი ჩავაქრეთ, გამოვიხედეთ. გავედით ბოლომდე გაჭიმული პრიცებით, მეგობრებო. ახალი მარშრუტის გამოთვლა. აჰა, და ეხლა დავიწყეთ მოხვევა. და იქაც გამოვიდა ყველაფერი ძალიან კარგად. ეს ძალიან კაი პარკინგია, მაგრამ ცოტა ისი აქვს რაღაცნაირად აქვთ გათვლილი, ჯერ ერთი ეს ადგილები ვიწროა. და თუ მანქანა ცოტა არასწორად დგას, აი ზუსტად შედიხარ და მეტი არაა და გამოდიხარ და მეტი არა. ანუ ეს მანძილი ახლა ვიდეოში არ ვიცი როგორ ჩანს, მაგრამ პატარა არის რა. ანუ ეს მანძილი ახლა რო იყოს 1 მეტრით ნაკლები, აქედან ბევრი ვეღარ გამოვა უკვე მეგობრებო. ხო და კაი პარკინგი კი არის, მაგრამ ცოტა შესასვლელი არ არის ყველასთვის რა. აი გუშ წუხელას როცა მოვედი აქ გუშინ წინ ღამე რომ მოვედი, აწეული საბურავიც, 2 საბურავი რომ მქონდა დადებული და 1 აწეული და იმითიც არ შევიდა. სამ არ დავდევის საბურავი არ შევიდა რა და თავისებური მუღამი აქვს მოკლედ ყველაფერს, მაგრამ აი ესენი წაგდან აქ არ შეიძლება მეგობრებო გაჩერება, მაგრამ რატო გაჩერდნენ არ ვიცი, რავი, ადგილები ბევრი იყო და მეტყობა იქიდან რომ მოდიოდნენ დრო უთავდებოდა და იფიქრეს რომ ეხლა აქ არ იქნებაო ადგილიო რა და თუ არა და ადგილები იყო, გუშინაც ვაკვირდებოდი, გუშინაც იყო ადგილები. იგი როგორი იქჩია დაფი. Через 50 метров на перекрестке с круговым движением сверните на 4-й выезд. ეს ასამებიო ასებათ აქით ესე გაკეთებული ასამები. მაგრამ მოსყოს. ბაჭია. დაწავიდა ბაჭი, არ არის ბაჭი. ძინა. აი წავედით ახლა მეგობრებო და 4 კილომეტრში მაქვს ეს 4 კილომეტრში მაქვს დაცლა და კი მივალ ზუსტად 8-ზე რა, ცოტა ადრე დაში. აი წავედით.
უხვი ეხლა და აქ ჯერ არავინ არაა, იქ იმედია იქნებიან, იმიტომ რომ 8 საათზე იღებოდნენ. რა მოვლენ მაქსიმუმ 9:30-ზე, მაგრამ 8 საათზე უწერიათ, რომ შევამოწმე. ანუ მე რო წუხელ აქ მოსულიყავი, გუშინ უпростоრად როცა ჩამოვედი. აქაც შეიძლებოდა გაჩერება ბევრგან. აქ ყველაფერი დაკეტილი იყო როგორც ჩანს. და აქაც შეიძლებოდა გაჩერება, რავი, აქაც გავჩერდებოდი, რამე რო ყოფილიყო. ეგ რა მოსახლეში ანუ მოვედი 260 მეტრში აქედან რა. და ეხა იმ ადგილსაც ჩაული, სადაც მე პარკინგები მოვძებნე. აი მეგობრებო, მოვედი, Ваше место назначения მაგრამ находится ესენი справа. დაკეტილები არიან. ხო, ეს ცუდია. რომელზე იღებით აბაჯიგრებო? ну ალბათ გაიღებიან ეხა უკვე ჯერ რომელი საათია? 2 წუთი აკლია და 2 წუთის გამო ვერ შევალთ. ხო, აი ნახეთ მეგობრებო, აი უკან არაფერი არა. აი გუში რომ მოვძებნე პარკინგი. აი ეს რაღაცეები, ხედავთ, აი ეს რაღაცეები რო ალაგია, ეს არის ეგ. და მე რო პარკინგი მოვძებნე, ანუ ეხა ეს რო გითხრათ, ეს შენობა არის ეს და პარკინგები არის აგერ. ხვდებით, მანქანები რო დგას და აბატონო. ასე რომ შეიძლებოდა აქ ჩვეულებრივად გუშინ გაჩერება და ეხა მე რო იქი წავიდე. აი იქით პრინციპში დასატრიალებელი არც მინდა. აი ხა აგერ გავჩერდები, სადმე მოვტრიალდები და დავალოდები ამათ კარსოც გააღებენ. აქ არ მეყოფა მანძილი. ну იდეა შეიძლება შემოვტრიალდე, მაგრამ კი შემოვტრიალდები პრინციპში, მაგრამ მოდი აბა იქ ნახო თუ არის სატრიალებელი თუ არა და ლენს კარა თუ არ გაიღე ჯიგარო? ხან არის ხოლმე უწერიათ ეს 8 და იღებიან 9:30-ზე. ეგრეც არის ხოლმე ხან. აი აქ დავტრიალდები ხა მე. აი ესე მაქსიმალურად გადმოვალ. აი ეს განახოს გადავიდებით. აი ესე წამოვალ მაქსიმალურად მეგობრებო აქით. მათთან შევალ მეზობლებთან. და აი მისაბმელი ნახეთ, როგორ ტრიალდება მეგობრებო, მისაბმელი ნახეთ. აი რო განახოთ ეხა ეს არის ბოლომდე დაჭირდა მეგობრებო, ამას დააკვირდით. აი მანქანა სანამდეა მეგობრებო მოსული. ხედავთ? იდეაში პატარა ადგილზეც მოტრიალდებოდა. და საბურავი მაქვს აწეული არ დაგავიცეთ, მაგრამ საბურავი აწეული რო არ მქონდეს ეს მისაბმელი დაახლოებით აი ესე მოვიდა ეხლა. აი ესე ჩაიარა ამან დაახლოებით. საბურავი აწეული რო არ მქონდეს, კიდე უფრო მეც მოვიდოდა ეს მისაბმელი და ვიღაცას აგერ წაუქცევია ეს, ხვდებით? ჩემი წაქცეული არ არის, ესე იყო კადრშიც ჩანს. და მოკლედ სხვათა შორის მოდი აბა ერთი გადავზომო. 1 2 3 4 5 6 7 8 9 15 მეტრი მეგობრებო, 15 მეტრში 16 მეტრში, ანუ მანქანა რა სიგრძეცაა, იმ სიგრძეში შეიძლება მოტრიალება რო იცოდეს. ну ეხა თვალით ვხედავ ხოლმე მე და თუ რამე უფრო პატარა მანძილზეც მოტრიალდებით, იმიტომ რომ მე პრინციპი არა მაქვს ეხა ბოლომდე მოტეხილი. ჩემი მანქანა და მისაბმელი რო აი ხა ესე ვდგევარ და ესე შემიძლია და ცოტა ესეც კი შემიძლია რამე რო იყოს იმას აქვს რა ქვია, აი მაგალითად ნახე რა გულისხმობ. ეხლა ხო არის ესე. შემიძლია კიდე უფრო მეტი მოვტეხო, აი ესე შემიძლია. აი მეგობრებო, ნახეთ, აი ესე შემიძლია, ხვდებით? ნახეთ მისაბმელი სანამდე გამოვიდა იქ. ოღონდ მაგის მერე უკვე აღარ ხსნათ, თორე ამ ადგილს დაარტყავთ ამ იმას კაბინას და გააფუჭებთ რაღაცას. მოვედით მეგობრებო და ერთით კაია ყავას მაინც დავლებ შიდაც. მაგრამ რატო არ გაიღნენ? თუ მე ამინდოდა ეხა ესე რომ გაღებულიყო, იმიტომ რომ ყველა დრო და წუთი და წამი მაქვს, ეხა დათვლი და მინდა რომ დროულად იმას ავხსნა რა. აი მოდი ჩაყენებასაც განახეთ მეგობრებო, აი იქით მაგალითად წავიდა მანქანა, ხო აი ჩვენთან იმაში გამოსცემდა რომ გასწავლიან ხოლმე რომ აი ეს რული აუღე ჩააყენე და რაღაცა
აი იქ იმათ დაუჯერეთ ყველაფერს, რასაც გასწავლიან, რომ დროულად ჩააბაროთ, მაგრამ მსგავსი წვალებები მეგობრებო, აქ არ იქნება საჭირო, იმიტომ რომ აი ხა წარმოიდგინეთ, აჰა, პარკინგზე ვარ შესაყენებელი, წარმოიდგინეთ ახალი ჩამოსული მძღოლი ხარ. აი რა უნდა ხსნათ? არავინ არაა კაცშვილი. დავიწყებ ჩაყენებას, თუ ვერ ჩააყენებ და ხუჯერ ჩააყენე, ვინ გეუბნება, ხო? აი კედელს არ გადასცე, თითქმის არსად მინახია, მე აი შეიძლება ერთხელ ან ორჯერ რომ ზოლს თუ გადასცი, всё, ჩამოდი მანქანიდან, ანუ ზოლს თუ გადასცი აქიდან. ყოველთვის გაქვს ადგილი, აი ყოველთვის ყველაფერში გაქვს ადგილი, მეგობრებო. აი ხა აქიდან დავიწყეთ, უკვე ვხედავთ რომ მისაბმელი ას და მოვტეხავ ამანქანას. დავიწყებ გასწორებას ისევ. და ესე გაჭიმული პრინციპით წავალ რა ჩაულებრივად იქით. მაგრამ ხანდახან როცა პატარა მანძილია და უკვე ჩემი მანქანა უკვე თუ ჩანს, აიცა განახოთ. ხანდახან პატარა მანძილი რო არის. აი ხა აქიდან არ ჩანს, არც არკეში არ ჩანს. უკვე ისე უნდა გათვალო რომ ეს პაკრიშკაც ახლა ამ პაკრიშკამაც დაიწყოს უკვე შესვლა. იმიტომ რომ ბოლოში ეხა კი არის ადგილი, მაგრამ ბოლოში ხანდახან რო არ ყოფნის ხოლმე ადგილი, ეს პაკრიშკაც უნდა შეიყვანოთ, მეგობრებო, რომ მე ბოლოს რო ჩახვალთ, უკვე კაკრას ცხვირი შეყოთ და ზუსტად ამის უკან დადგეთ. მეტი მანძილები არ არის ხოლმე ხანდახან და ეხა ჩვენ შემთხვევაში ადგილი არის, მისაბმელი უკან აყენინა თუ რამე და არჩევანი გაქვთ ყოველთვის ესე დაუმიზდეთ, მეგობრებო, რომ აი მისაბმელი გედგეთ თუ რამე და უკან მისაბმელს მიეჯახებით, უკან აუკიდან არაფერი არ მოვა მაგას, ხო ხვდებით? ახლა მანქანა თუ დგას, ცოტა ფრთხილად იყავით, ჩამოდით და ბევრჯერ ნახეთ, მოკლედ. კაი, წავეთ ეხა ჩვენ მოკლედ გავაგზელეთ ესე სიარული. აჰა, ის მისაბმელი მივიდა, ხედავთ, აი დაახლოებით ბოლომდე მივიდა. აი ხედავთ, დაახლოებით მივიდა რა. და ეხა უკვე ამას გავსთი კიდევაც. ეხა მე რომ რულის აღება დავიწყო აქიდან, რაც ჩემს მანქანაზე ცოტა ისე არის. შეხედეთ ეხა აქ რა მოხდება, მეგობრებო? ეხა ჩემი მისაბმელი რა ხან უკან წამოვიდა, უკვე ამ ჩემ უკანა საბურავს უყურებ, იმაზე საყურებელი აღარა მაქვს, უკვე ამას უყურებ, რომ ეს რო შევა, კაკრას ცხვირიც ესე შევსვათ, რომ ის უკვე არსად აღარ წავა, მეგობრებო. ეხა აქ გქონდა დიდი მანძილი და აქ ნებისმიერი ჩააყენებდით ადვილად პრინციპში. აი შეხედეთ, მეგობრებო. აი ხედავთ. და ეხა თლათ აქ დიდი მანძილი რო არ იყოს და უკან რაღაცა რო არ იყოს, წინ მივალ და თან ესეც ოდნავ ლამაზად შესწორდება რა. აბატონ. აი დაჟე უკეთესად შეიძლებოდა იქ რო არის ხოლმე, რომ ეს პაკრიშკა გადმოგისცა და რაღაცებს რო იძახიან ხოლმე. აი ხა ეს ხო ზის ამ ბრძოლზე თქვა როგორ ზის. ისინი ხო ზიან და ეს გადმოწეულია. ცოტა ხა ამის გამო ჩამჭერდნენ წარმოიდგინე და არ არის სინამდვილეში ეგრე რა. არ ჭირდება ამდენი ჩალიჩი ამანქანას. მით უმეტეს ეს ბევრად ადვილად სამართავია. ვიდრე ის რა ქვია. ზოგი მატარებელს ეძახის მეგობრებო აქ და ზოგი ტანდემს და ზოგი რას, რა ვიცი. იმ ტანდემში იმ გაყოფილ პრინციპებში რაც არის, ამაში თუ ეტევა პალეტების რაღაცა რაოდენობა, იმაში ერთი რიადით მეტი ეტევა და იმ ტანდემებს ოდნავ მეტი აქვთ ხოლმე როგორც წესი ხელფასები. რახან და უი, ჩემი საბურავი რა დღეშია. ხო, აი მეგობრებო, დღეს მე მგონი იმასაც გაჩვენებთ, საბურავის გამოსვლასაც გაჩვენებთ. ვადრე წამბრაზობდი ხოლმე, მაგრამ ეხლა უკვე დღეს საბურავის გამოსვლასაც გაჩვენებთ, მეგობრებო. ეხლა გადავუღებ ფოტოს და გავგზავნი მაინც ჩვენ ჯიგრებს, რომლებსაც დიდად ჩვენთან ეგეთი რამე არ არის. გინდა სამი საბურავს დავხეთქავ ეხლა სტვაზე ვიზახი, მაგაზე პრობლემა არ არის, იმიტომ რომ იციან რომ მე ძალით არაფერს არ გავხეთქავ და თუ რამე მოუხდება და კიდე ნახეთ მეგობრებო, ხანდახან არის ხოლმე რომ ზაპასკები გვაქვს ჩვენ პატარა და დიდი. ანუ ეს ხო დიდი საბურავია, ჩემი პატარაა რა.
ეხა ჩემი მანქანის საბურავი ისა რა ქვია, ეს საბურავი ჩემს მანქანაზე იდეაში არ წავა, იმიტომ რომ ეს სტანდარტი საბურავია და ეს დიდია. ეს არის ეხა ამ მანქანის საბურავი, ესე რო გითხრათ. აი რამ ხელა ის უყენია, ხედავთ? საბურავი, ჩემს დაბალი საბურავები უყენია. და ის ვიდეო თუ გაქვთ ნანახი ეს ცხრი რომ აქვს დადებული, მაშინ კიდე უფრო დაბალი საბურავები ეყენა წინ, მე წინა საბურავები შემიცვალეს. და ესენი როგორც ეხა დაბლები არის, აი აქ ხო ესე როა დაბლები. ზუსტად ესეთი ეყენა აქაც. აი ესე ეყენა აქაც და აი ესე ამ ხელა საბურავები იყო, საკმაოდ ფართი საბურავია, მეგობრებო. და ის რაც მეყენა, ის ოდნავ კიდე უფრო ფართე იყო ზომებში. და იმიტომ იყო უფრო დაბალი და ამას რო დავწოდი მართლა 2 თითი იყო. ეხლა დაახლოებით ესე რჩება ხოლმე 3 თითი 3.5, მაგრამ მაშინ მართლა ეგრე იყო. ხო და ეხლა ეს საბურავიც, ეს ამ ზომის საბურავიც რომ მეყენოს აქ, რამე რო იყოს, ხო მეგობრებო, ნახეთ, დისკებზე რახანაა ერთი პატარა საბურავი და მეორე დიდი საბურავი. თქვენ შემთხვევაში კიდევ ეს დიდია ეხლა ეს საბურავი. ეხლა ეს მინა მისაბმელი საბურავია ეს. რამე რო იყოს მეგობრებო, მე მქონდა შემთხვევა ეს რო გამოვცვალე, ის მეორე საბურავი რო დავაყენე. მეორეს გამიშთა და მეთქი რა ვქნა, არ ვიცოდი მეც. თურმე ეს დისკი და დისკი ჩვეულებრივად ერთია მეგობრებო და ამის დაყენება შეგიძლიათ აქ. კი ცოტა მახინჯია უფრო პატარაა, მაგრამ ის პადუშკაზე ხო არ უაწובה. წარმოვიდგინე ხა ეს საბურავი რო გამოვცვალე და ეს დავაყენე, მაგ პატარა იქნება რა, მაგრამ ნუ აყენიან და ჩვეულებრივად გრუს იტანს და ჩახვალთ რა ჩვეულებრივად ადგილამდე რამე რო იყოს. აი ვერ მოასწარე მეგობრებო. ფურგუნი ემპიატი ახალი. მანდ მივიდა თო. მანდ მივიდა, ნახეთ, ფურგუნი ემპიატი. კარისკაცია ეთქობა. აი ძმაო, კარისკაცები როგორ დადიან აქ. ჯიგარი. არა, მართლა ბევრი მინახია, უბრალო იმის თანამშრომელი. ჩვეულებრივად აი უბრალო რაღაცა ან პაგრუჩი გზეზის, ან რაღაცაზე ზის. და ჰოლანდიაში და იმაშიც კაი მანქანებით მოსვლა, ხა ემპიატით არა ეს სავარაუდოდ კაკ მინიმუმ ბოსის შვილია ეთყობა, ან ხო ეს შვილს უფრო გავს ვიდრე ბოსი, იმიტომ რომ ახალგაზრდა ბიჭია. ბევრი მინახია კაი მანქანები. კაი მანქანაში გულისხმობ ამ ცენტრის მანქანა რო ყავს გამოყვანილი, ან რაღაც იმაში კადრებში რომ მუშაობენ, რაღაცა გადმოვლენ და რაღაც იმაზე დაждდებიან კაი მანქანას. აქ ეხა ის რო ხელფასი დადგა და ახალი იყიდა თქო ეგრე არა, მაგრამ სესხებით ხო ყავთ ნაყიდ და ყოველას ხო აძლევენ აქაურებს. და თვეში იხდიან ხოლმე ჩათვალეთ აქ მანქანა ბევრს არ ყავს, ესე რო ვთქვათ უხეშად და ყველას ყავს ქირით ნაყიდ. და პროსტა ყველა ახალი მანქანა ეგრე გამოდის, იმიტომ რომ იმ ახალ მანქანას რო გამოიყვანენ ჩააბარებენ, მე ისევ ახალს გამოიყვანენ 2 წელს ჩააბარებენ და ესე რა. ეხა ჩემს უფროსად სემსოტი რო ყავდა, იმის წინაც ყავდა, ეხაც 2 წელს მანქანა ყავდა, ჩააბარა და ახალი გამოიყვანა. ხო და დედამის, მამამის, ყველას რავი, მამას როგორც გითხარით, გრან კუპე ყავდა, ეხა პანამერა ყავს ახალი. დედამის E-კლასის კუპე ყავდა, ეხლა Porsche ჯიპი ყავს. მიზმას ის ყავდა, მიზმა ფოტოშოპში დააგვიანა მანქანის ყიდვა რაღაცა. ანუ ვერ ხედავ ხოლმე მაგის მანქანას ის ყავდა. RS-ი ყავდა, A7 რა და რაღაც ყიდულობს, ეხლა არ ვიცი მაგის მერე. და აქ მოკლედ მეგობრებო, ყველა იმაშვება ხოლმე ამ სესხებით და ყველას ხელმისაწვდომია, ხელფასებით ხელს უწყობთ. ამ ტიპას ნახე გამოიცვალა. ეხა ეს პაგრუჩისაც უდარს და გამოშტერდი. მეც კი. არა მეგობრებო, ეს ცოტა მაღალი რანგის ან IT ან რაღაცა ეგეთი არის, აი. ძალიან მაგარია ეს ახალი ის. თავიდან კი არ მომწონდა, მაგრამ მაგარია რა. BMW ჩემი სიყვარულია მაინც. რამდენი BMW ყავდა ხა მე. ესე პირველად ყავდა კომპაქტის, რა მაყიდინა, მაგრამ პირველი BMW იყო მეგობრებო, რომელიც ვიყიდე, აი ესე დათვლილი ფულით. სხვა მანქანა არ მომდიოდა და შემხვდა რაღაც კაი ვიძე ყავდა ვიღაცა. ეგეთ კომპაქტი ასხის მე აღარ შემხვედრია. ძალიან მაგარ ვიძე იყო, დაგდებული პადვესკა, იქ რაღაც გრუშტელის გაკეთებული ქონდა, კაი აუდიო სისტემა. კაი მოვლილი მანქანა იყო სხვათა შორის და რო წამოვიყვანე მე ვნახე 400-ს ქონია გარბენი.
მაგრამ ის მანქანა ისე გავყიდე მეგობრებო, 1 ლარი არ დამიხარჯა. პირველი BMW იყო, რომელიც გავხიდე, მე ზოგადად BMW-ს არ გაუწვალები ვარ. მაგრამ ზოგადად პირველი მანქანა იყო ჩემს ცხოვრებაში, რომელსაც ლარი არ დამიხარჯია. მერე ჩამოვიყვანე დუტი პიცოტი იმიდან, რა ქვია, გერმანიიდან. და ფოთში რომ მივედი გამოსაყვანად, იმას თხოვე მეთქი, არ დაქოქი ხოწები ზეთი ნახე მეთქი რა. აი ესე არ გამოიყვანო მეთქი, მაშინ შეშვება იყო რა. ფოთში და რა არ დავქოქო, მატორი არ დევს შეგინთო, რა ვქია მეც მატორი არ დევს. შენა ვავშავი შედეთ გალო ბლოკი იყო მარტო გალოკას თურმე წყლის პრობლემა ქონია თუ რაღაც და დაშლილი იყო, მაგრამ უკან ის ლამაზად ბოლტები აქვს, ისინი ჩაწიწიკებულად ქონდა ნაწილები ლაგა ბაგაჟში. გავაკეთებინე რა თქმა უნდა ზრავი და წამოვედი. მერე მყავდა, მერე რომელი BMW მყავდა. მერე ვიყიდე X5, ჩემი ოცნების მანქანა იყო ეგ ბავშვობაში. პირველი თაობა X5 ვიყიდე, ისიც აქ რო შევარჩიე თბილისში რა მანქანებიც იყო, არც ერთი არ მომეწონა და წავედი იმაში აბაშანაში, სენაკში იყო, ვიღაცას ეყენა გარაჟში, წვიმაში არ გამოდიოდა ტიპი ჩამოვყვანია ამერიკიდან და აი ესე წყვილა ყავდა მანქანა რა. არ გამოდიოდა გარეთ. და მართლა რო ჩავედი და რო ავწი იამაზე, აი მომეწონა რა ეგრევე და მეთქი всё, ჩემია წავიყვანე ხა ეს მანქანა თქო. წამოვიყვანე, მაგრამ ნუ ეგ მოდელები როგორც მოგეხსენებათ, ყველა პრობლემული იყო, რაც არ უნდა გაიყოფილიყო, მით უმეტეს ეხა ძველი მანქანა, მაინც ძველი მანქანა არაც არ უნდა გარაჟში ეყენო და წვიმაში არ დადიოდეს. და მაგ მანქანით წელიწადში გავიარე მხოლოდ 18,000, როცა ეხა 13,000 გავდივარ თვეში. ხო და წელიწადში მაგ მანქანას დავახარჯე, ყველაფრიანად დავახარჯე 11,000 რაღაცა ლარი, მაგრამ ამ 11,000 რაღაცა ლარში შედის ასევე ის ტულეს ბაგაჟი, მაგ მანქანა რო ვიყიდე, მაგ მანქანის გამო დავხარჯე ამდენი. და შემჩა მე რო გავყიდე მარტო ის ტულეს ბაგაჟნიკი. ზევით რაც ადგია. და დანარჩენი ეს რაღაცეები რაც გაუკეთე, ან იქ რაღაც შუშისის გაფუჭდა რუჩკა შემჩა ორი ხელში ერთი რუჩის გაკეთება 50 ლარი დებოდა. გერმანიაში წავედი კაკრას მაშინ X1 ვიყიდე და X1 რო ჩამოვყავდა, რო ჩამოვიდი, გაჩერებულ მანქანაზე კიდე რაღაც პრობლემა დამხვდა. ნუ რამოდენიმე ესეთი არასასიამოვნო პრობლემა იყო, მაგრამ მაინც ძალიან მაგრა და მახსოვს რომ მეც და ჩემს მეუღლესაც მაგ მანქანამ თავი მეგობრებო, იმიტომ რომ რაღაცნაირი მამალი მანქანა იყო, რო იტყვიან რა. აი ძველი იყო ხო რაღაცა. რამდენი წლის წინ ყავდა, ეგ ყავდა ალბათ 8 წლის წინ დაახლოებით ესე. არ იყო რა მოკლედ ხა ახალი, მაგრამ რამდენიმეჯერ ვიყავით ქალაქგარეთ გასულები. სოფელშიც ვიყავით, ბაკურიანშიც ვიყავით და ის 18,000 პრინციპში სუმან გავიარეთ, რომ ქალაქში მანქანით ბევრი არც მევლია. მერე მყავდა X1 მეგობრებო, დიზელი X1. ძალიან კაი მანქანა იყო სხვაშორის ეგეც. მერე უკვე დავიწყე მანქანების ჩამოყვანა და ჩამოვიყვანე ისევ X1, ოღონდ M პაკეტი. მაგრამ ეგ მალევე გავყიდე. მერე ჩამოვიყვანე კიდე სხვა მანქანები ჩამოყავა და უკვე X1 და რაღაც და შემხვდა მე-7 სერია შედარებით კაი ფაში და მეთქი სულ მინდოდა ეგ მანქანას, ანუ როგორც X5 იყო ჩემი ოცნება, ისე იყო ის მე-7 სერია F01. და მაშინ ესე უცებ შემხვდა რაღაცა დრო თავდებოდა აუქციონზე დავაწექი და ვიყიდე. და მერე აღმოვაჩინე, თურმე ეს მე-7 სერია M პაკეტი კი იყო, მაგრამ არ ყოფილა ის რა ქვია, ლონგი რა, ფოტოები ისე იყო. თან სიჩქარეში აღარ იმავსქენი და დაზიანება არ ქონდა არაფერი, მანქანას წინ ქონდა შიტოქზე პატარა რაღაც მინაწოდი. და რო ჩამოვიდა, მაგრა გამიტყდა ესე რომ თქვა, იმიტომ რომ ის არ ქონდა რა ქვია. პრისოსკებიც არ ქონდა და არც ლონგი არ იყო. დანარჩენი ჩვეულებრივად შავში, ტყავში, დისკები, M პაკეტი, ყველაფერი დაზიანება არაფერი ისეთი, ელემენტარული შიტოკი მომახსნევია და აბლიცოკა შევცვალე მარტო, არც კრილო, არც კაპოტი, არ ფხელი არ მომგიდებია არაფერს. მინაწოლი იყო რაღაცაზე მოკლედ წინიდან ბალკა და რამე არ იყო. ამითი რო ვიარე და რაღაცა მუღამი რო დაუჭირე, ძალიან მომეწონა და გადავწყვიტე მეყიდა მეორე მე-7 სერია და ვიყიდე მეორე მე-7 სერია მეგობრებო. მეორე მე-7 სერია უკვე კაი მანქანა იყო, ანუ ლონგიც იყო და ყველაფერი, მაგრამ არ ქონდა უკან ფარდები და რაღაც გულში იმაშვებოდა რა ქვია. მერე მოკლედ ეხა მირეკავენ მეუღლე მირეკავს ერთი გადავარგო. მერე კიდე მესამე ვიყიდე, X3 ვიყიდე, გავჩი ძალიან ბევრი BMW მყავდა, მერე ბოლოს მოტოციკლის BMW მყავდა რა. დავდივარ ერთი რომ ნახო და ნახეთ მეგობრებო, ქვები ხოდებს და ქვებზეც ატრაჟატელები აქვს გაკეთებული. რომ ვიღაცა ღამე არ გამოედოს. ამ ქვებს იმიტოდებენ რომ მანქანები რაღაც არ შევიდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში მაგიტო არდეს. ამ შემთხვევაში უბრალოდ სილამაზის გამოდებს, რომელიც დიდად ლამაზად ახლა არ გამოიყურება, მაგრამ ბევრგან არის ხოლმე.
აი ეს ქვები და რაღაცეებით გაფორმებები და ძალიან ლამაზია ხოლმე ამ უცნაური ქვების როდებენ და ყველას ეგრეა გაკეთებული ატრაჟატელები. აქ თუ რამე დასარეკია დაორეკავ თორე. მაგრამ აქ არაფერი დასარეკი არ არის. თუ დაუძახე, მაგრამ ის ნამა დაუძახო აზრი არ აქვს. აგერა სამუშაო საათები. 8-დან 12-მდეო Wednesday, Friday. ხამის და დავატირე. რატო არ იღებით? საჩქაობე. ელექტროდამტენებია მეგობრებო მანდაც. ეს ავტობუსები შეიძლება ელექტროები იყოს სხვათაშორის. აი მოდი დაურეკავ ამ ნომერზე თუ გაიღო ვინმე. Hello. Sorry, I have unloading. Today closed? Why? ეგ არ მომეწონა ეხა დღესო ჯიგარო დასვენების დღე არისო და მთელს ბელგიაშიო დაკეტილები არიანო. კი გამიგვირდა ისე აქ რო არავინ არისო. და ამ ახალი M5-ების მეგობრებო ის არ მომწონსო ტიპი გამოვიდა ეხა და ელექტრო არის და ნახევრა და შეაერთა M5 იმაში დენშიტო. მაგრამ მაგბიც რა უჭირს M5 დადის ეხა მე ვიკითხო რა ვქნა. რა უნდა ვქნა გავჩერდები სხვა რა უნდა ვქნა, მაგრამ დიდათ ეგ ამბავი არ მაწყობდა ეხა მე. და რა ხან ეგ ამბავი არ მაწყობდა მე, ბარემ საბურავი ხო არ გამოვცვალო ამას. შეიძლება მეგობრებო კი საბურავს გადმოვიტანაკით. კი ბატონო, მაგას ვიზამ მეგობრებო დღეს.